ახალ წელს, რომელსაც აღნიშნოთ 1 იანვარს, არ გააჩნია უძველესი წმინდა წარმოშობა. ეს არ არის ბუნების ზეიმი, არც კოსმიური განახლების წერტილი. ბევრი თვლის, რომ ახალი წელი მარადიული წმინდა დღესასწაულია, რომელიც განახლებას წარმოადგენს. სინამდვილეში შედარებით თანამედროვე ხელოვნური გამოგონებაა. ახალი წლის სათავე ანტიკური ეპოქიდან მოდის, მაგრამ ის არასდროს ემთხვევა ზამთრის კალენდარს. ძველად ახალი წელი იწყებოდა გაზაფხულზე, ბუნიობისას, ნილოსის ადიდებისას, სირიუსის ამოსვლისას, მზის მობრუნებისას, ანუ მაშინ, როდესაც სამყარო ჭეშმარიტად განახლდა. 1 იანვარი ძველი რომის წყალობით შეიქმნა. იულიუს კეისარმა შემოიღო კალენდარი, სადაც წელი იანვარში იწყებოდა. იანუსის გადასვლის და კარების ღმერთის პატივსაცემად. 31 დეკემბერი უბრალოდ თარიღებს შორის ადმინისტრაციული ღამედ იქცა. 1592 წელს გრიგორიანული კალენდრის შემოღებით ევროპამ წლის ოფიციალურ დასაწყისად 1 იანვარი დააწესა. 31 დეკემბერი ძველი ციკლის ბოლო ღამედ იქცა. ზღურბლი და არა ახლის დასაწყისი. მაგრამ სწორედ ამიტომ არის ეს ღამე კარიბჭე, არა დასაწყისი, არამედ ზღურბლი. გაჩერების, გაშვების, სცენარის გადაწერის მომენტი. ნამდვილი განახლება მოგვიანებით მოდის და ახლა პაუზა სამყაროებს შორის. 31 დეკემბერი ციკლებს შორის კარიბჭეა. ძველის შეჩერებისა და გათავისუფლების მომენტი. ნამდვილი განახლება კალენდრის მიხედვით კი არა, არამედ მაშინ მოდის, როდესაც მზად ვართ წარსული გავუშვათ ხელიდან და აღლისთვის გავხსნათ თავი. ეს ღამე მხოლოდ ზეიმი კი არა, საკუთარი თავის, ჩვენი მიზნებისა და ენერგიების გადაკვეთის შესაძლებლობაა. ამ რილსის აღწერაში იპოვე ინფორმაციას თუ როგორ ვიმუშაოთ ახალი წლის და მისი ახლო დღეების ენერგიებთან.